მოგესალმებით, ობიექტივი განაგრძობს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერის სტუდიიდან ჟურნალისტი ანი კიკნაძე გაუძღვება ღამის სტუდიას და 2 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად ვისაუბრებთ დღის და არა მხოლოდ დღის აქტუალურ თემებზე და საკითხებზე. გადაცემის სტუმარი კი გახლავთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დიასპორასთან ურთიერთობისა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების რეინტეგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გერმანიძე, რომელიც შეაფასებს იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რომელიც ბოლო დროს საქართველოში აქტუალურია. მოკლედ და შემდეგ უკვე ვისაუბრებთ მსოფლიო წესრიგსა და გეოპოლიტიკურ ტენდენციებზე. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ მოგწანდით ჩვენ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სანას და მაყურებელს შევახსენებთ ტელეფონის ნომერს 2388 ამ ნომერზე შეგიძლიათ დარეკოთ და აფიქსიროთ თქვენი მოსაზრება და გამოხატოთ თქვენი პოზიცია პირდაპირ ეთერის საშუალებით. შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე Skype-ის მეშვეობითაც მისამართზე ობიექტივი და მოგწეროთ მედიაკავშირი ობიექტივის Facebook-ის გვერდზე, სადაც გახსნელია თემა სპეციალურად ღამის სტუდიისთვის. ბატონო გიორგი, პირველი რაც მინდა გთხოვოთ ეს იქნება შეფასება გუშინ მომხდარი ვითარების, რაც მოხდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ეს გახდა მთელი 2 დღის განმავლობაში ყველაზე აქტუალური თემა და განშის საგანი საზოგადოებაში. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს იყო ცუდი და დასაგმობი ფაქტი, ნაწილი კი განწყობილი არის პირიქით. დიახ, სანამ გადავიდოდეთ ჩვენს ძირითად თემებზე, ორი სიტყვით მოვახსენებთ ჩემ აზრს. ერთი შეხედვით საერთოდ ძალადობა საერთოდ არ არის კარგი მოვლენა ხო საერთოდ, მაგრამ რეალურად ეს იყო ანარეკლი, ეს იყო რეაქცია ხალხის, ხომ? ეს იყო ანარეკლი თუ რას გრძნობს დღეს ხალხი სააკაშვილის და მისი გუნდის მიმართ. აი ეს იყო სახე. როგორ არის განწყობილი დღეს საზოგადოება. და საერთოდ მე მიმაჩნია რომ ნაკლებად უნდა დაენახონ საერთოდ მე ვფიქრობ რომ ნაციონალიზმს საერთოდ ხო საზოგადოებას ნაკლებად უნდა დაენახონ. თუმცა ისინი არიან საჯარო პირები და რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს რომ ისინი დადიოდნენ გვირაბებით და რაღაც ფარული გასასვლელებით ისეთ დაწესებულებში როგორც არის ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უნდა წამსხარიყო საზოგადოების წინაშე წლიური მოხსენებით. ის საჯარო პირები რომლებიც ესე იგი მთელ მოსახლეობას ზულს ფაქტურად თითქმის თელ ქვეყანას საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, საერთოდ არ უნდა მოქმედებდნენ ისინი ესე აქტიურად, როგორც ესენი ესე იქცევიან. საერთოდ დაკარგული აქვს აბსოლუტურად სინდისი ამ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი საერთოდ უარი უნდა თქვან ამ პოლიტიკურ საქმიანობას. იმიტომ რომ ძალიან აღიზიანებთ ხალხს მათი ნებისმიერი მათი ესე იგი თქვა მოქმედება და ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. სამწუხაროდ ესე მოხდა რომ ეს ხალხი ჯერ კიდევ ნაწილი ამ ხალხი ჯერ კიდევ საჯარო პირია და ასე ვთქვათ ჯერ კიდევ ყურადღების ცენტრში არიან. იცით რა შეასაქმე ნაციონალებმა ჩაიდინეს 1000 სისაძაღლი ხო? გაამწარეს ჩვენი ქვეყანა ხო? ეს 9 წელი. 1000 უბედურება დახოცეს ხალხი. აწამეს უდანაშაულო ხალხი ხო? და უკაცრავად რომ არ გვინდა თქვენი მოსმენა ამის შემდეგ. უკაცრავად რომ არ გვინდა თქვენი დანახვა ამის შემდეგ რა. გვაპატიეთ და ყველაფერს გავაკეთებს და უკაცრავად იმისთვის რომ ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის რომ თქვენისთანა ხალხი აღარ მოვიდეს ხელისუფლებაში. ბატონ გიორგი, თუმცა იქ რაც ხდებოდა, არ შეიძლება ბევრი ადამიანი ამბობს და გარკვეულწილად ვითანხმები კიდეც მათ, არ შეიძლება ხალხმა აღასრულოს სამართალი. ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომ წაუყენოს ბრალი ამ ადამიანებს და სასამართლო რომ გამოიტანოს განაჩენი იმ დანაშაულებისთვის, რომლის შესახებაც არაერთხელ პირადად მეც მისაუბრია პირდაპირ ეთერში. რამდენად ნორმალური და სამართლიანი პროცესში შეიძლება გადაიზარდოს აი ესეთი დაპირისპირება თუ კი ამას არ შეეშლება ხელი და სხვა შორის აქვე უნდა აღნიშნოს რომ უმრავლესობის წევრებმაც დააქმეს ეს ფაქტი რაც მოხდა გუშინ. ზუსტად მაგიტო ვახსენე, ამით დავიწყე ჩემი საუბარი, რომ არასოდეს არ არის მოსაწონი ძალადობა. და ეს კანონით უნდა განხორციელდეს, კანონით გათვალისწინებული ნორმებით უნდა მოხდეს ყველაფერი. დავისწავოთ, მაგრამ ხალხი იმდენად უკვე ვეღარ იკავებს თავს ემოციებისგან, რომ ესეთ რამეს ჩადიან რა. და მე ვფიქრობ, რომ როგორც ითქვა, რომ მათთვის გამოყოფილი იყო, თქვა, უსაფრთხო გზა, რომ შესულიყვნენ ამ შენობაში კორიდორი, დიახ. რატომ არ გამოიყენეს ამათ, რატომ ცდილობენ ესენი, რომ თქვა, ნაციონალები, რომ თვალში მოხვდნენ ხალხს ისე, რომ და იციან, რომ ეს გამოიწვევს რაღაცა ესეთ არეულობას, ხომ? მე ვფიქრობ, მათი წილიც არის ამაში.
მათი ბრალის არის აი იმაში რაც მოხდა და საკმაოდ არასასიამოვნო რამე მოხდა. ვალდებულებაც ჰქონდათ შეიძლება ამაზეც ვისაუბროთ დეპუტატებს და თბილისის მერს. საზოგადოებასთან ესეთი ჟესტიკულაციით არ მოსულყან თუმცა სინელს მოусმინოთ და მისი მოსაზრება შევიტყოთ. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. კალბატონოვანი გამარჯვება ბატონო გიორგი თუ არ ვთქვათ თქვენ ამერიკიდან ხართ არის ამოსული. დიახ. ხო და ესეთი შეკითხვა მაქვს ესე იგი თქვენი ძალიან კაი სამსახურში მუშაობთ და მაინტერესებს. თქვენ რა თქმა უნდა იმასთან დაკავშირებით არის ესეთი საწესრიგო ქართულ სუფრაზე ვისაც ჩვენი დალაგებული არ მოსწონსო იმის არეულს გაუმარჯოსო. აი დალაგებული მოჩვენებითი ფსევდოეკონომიკური პროგრესი რომელსაც ლობირებდა ის ხუთი ამერიკელი სენატორი ლიბერმანის პრაქტიკულად და მნიშვნელობის მეშვეობით. შეიძლება თუ არა იყოს ეს სპეციალური პროვოკაცია იმასთან დაკავშირებით რომ წააგეს რა მათმა პარტიამ წააგორა არჩევნები ყველაფერი გააკეთონ იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოში იყოს გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ინვესტორებმა პრაქტიკულად უარესთან საქართველოში შემოსვლაზე აი ამითანა მახინაციებით და ესეთი მცირედი იაფფიანი გამოწვევების გამო იმიტომ რომ როგორც ვიცით ინვესტორები მაინც ასე თუ ისე უყურებენ სახელმწიფოში მშვიდობიან სიტუაციას და სამართლის უზენაესობას და ეგ პირველი რიცხვა მეორე სამართლის უზენაესობიდან გამომდინარე როცა ისეთი სააკაშვილი ჩვენთვის თავარი იყო რა ქვია პრაქტიკულად პოლიტიკ პატიმრების ამნისტია კი არა ეკონომიკური ამნისტია ანუ ის რაც შეჭამა იმას შეერჩენოდა ამას როგორ უყურებენ ინვესტორები ახალი თუ დაადრენენ სახელმწიფოში რომ შეიძლება პრაქტიკულად ყველაფერი შეერჩეს პოლიტიკა ეკონომიკური დანაშაული იმდაც ინვესტორთან მიმართებაში აი ამ უკითხავზე იქნება იმპასუხოთ არსებობს თუ არა სენატორების ნაწილი რომლებიც პრაქტიკულად უფრო მეტად არიან საქართველოს კეთილდღეობით დაინტერესებული ამერიკაში და ვინ ლობირებს ჩვენს მომავალ საქართველოს ინტერესებს ამერიკის სენატში გასაგებია ეს იმდენად მოცულობითი თემაა ეს ერთ წინადადებაში ამას ამდენად ვუპასუხებ უბრალოდ ეს ჩვენშუში ამას შევეხებით ჩვენ აი შემდეგი 2 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ და ამ თემასაც შევეხებით ავტომატურად. საერთოდ ინვესტორები საერთოდ ძალიან მარტივად უყურებენ, ну, ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით მარტივად უყურებენ ინვესტიციის შადებას ქვეყანაში. მათ აინტერესებთ თავიანთი კაპიტალი როცა ჩაიდება, თუ ისინი ადაკარგავენ ამ ფულს და მიიღებენ მოგებას. აი ეს არის თუ ორი სიტყვით, ხო? ისინი თქვათ არ უყურებენ რომ რახან თქვათ სააკაშვილი მოწონთ ან სააკაშვილის პოლიტიკა მოწონთ, ამიტომ ჩადებენ ან არ ჩადებენ ბიზნეს კომპანიები უყურებენ მოგებას. და ეს არის მათი ინტერესი. თავისთავად მათ უნდათ სტაბილური გარემო და მისაღები სიტუაცია, რომ მათთვის ეს იყოს მიმზიდველი. თუ მათ გაუჩნდებათ შიში, რომ მათი დაბანდებული თქვათ ინვესტიცია მათ დაკარგონ ისინი თავისთავად არ გარისკავენ ამას. აი ეს არის მარტივი პასუხი და მოკლე პასუხი და აქ უკვე მე შემოდის პოლიტიკური ინტერესები და ასე შემდეგ დასავლეთის და თქვათ იგი ურთიერთობა სააკაშვილის და თქვათ იგივე ამ სენატორები რომელიც ახსენეთ და თქვათ ამერიკელი პოლიტიკოსების და ასე შემდეგ ეს უკვე რთული თემაა ამასაც შევეხებით ჩვენ საუბარში კიდევ ერთხელ ვიზახი ამას ერთ სალსახად ესე იგი ერთი წინადადებაში ამას ვერ უპასუხებ. კიდევ ერთ მსმენელს უნდა უპასუხოთ და მე იმედი მაქვს რომ მოვახერხებ დაგისვათ შეკითხვა იმ თემასთან დაკავშირებით ვისაც მოგიწვიეთ თუნდაც. მოგესალმებით. გამარჯობათ გენაცვალე. ეხლა ამ თუ თქვენ თემაზე არ ეხება, მაგრამ როგორ არ ეხება რა და ნამდვილად ეხება. ეხლა მე მინდა ხო შეიძლება რომ დედაშვილურად მიმართონ ნაცმოძრაობის ლიდერებს, მაგალითად გივის, მიშიკოს, გიას, მიშა მაჭავარიანია ეს გასაგებია მიმართეთ თუ შეიძლება მოკლედ და მიმართო რომ თუ ხალხი ასე განძარდა და თუ ხალხი ასე მე აღარ მაქვს ახლა ხელოვნებაში ციხის კადრებებზე ანუ გავამახვილებთ ეს საში არ მინდა ის გახსენება ეხლა მე ვლაპარაკობ რაც ხალხი ესე იგი მაღაზიაში შეხვალ აუცილებლად არ ნაცმოძრაობის აქტივისტის ის მაღაზია და თუ მაგალითად შეგამჩნიეთ რაღაცაში არ გაინტერესებს ეს პოლიტიკა და არ როიტყვენ ახლა ასაკია კაცო ჩემს ცხოვრებაში მიტინგის აღყოფილვარ და აქციაზე აღყოფილვარ
მერე თუ შეხვალ პოლიცია მეზობელია ვიღაცა მოკვდება სახლის წარსება უნდა ესე იგი პოლიცია ხელსაფარებს მერე ამას მაგალითად ჩუღურეთ რაიონში ყავს ეს საშინელი ეს რაც მე ვიცი ერთი შემთხვევა და მე გავცხოვრობ და რამდენია ესეთი რაც არის გასაგებია ეხლა მე მინდა დედაშვილს მოკლედ მიმართოთ ქალბატონო იქნებ რომ თვითონ გამოასწორონ თავისი გაფუჭებული საქმე და დაიბარონ ეს ხალხი ეს გიგი უგულავას ეხება ეს ულამაზესი ბიჭი გუში რა დღეში იყო ეხება ეს გიგი უნდა დაიბაროს ეს ხალხი თავის ნაცმოძრაობის ქალაქის სამსახურები მერიები ესენი ყველაფერი განგეობები ეს თავმჯდომარეები და ხალხს ნუ აღიზიანებენ გასაგებია ხალხს ნუ იმიტომ რომ ჩემაწყება კი არ წავა სროლა წავა გასაგებია ქალბატონო გმადლობთ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე ჩვენი მთავარი სასაუბრო თემის ირგვლივ დაგიშვამთ შეკითხვას. მე მინდა კითხოთ გეოპოლიტიკურ ტენდენციებზე, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს ჩვენ საერთაშორისო წესრიგზე მინდა კითხოთ ფაქტობრივად. ცოტა შესავალს გავუკეთებ შეკითხვას 90-იან წლებში უკვე ახალი რეალობა დადგა, ბუნებრივია და 90-იან წლების მიწურულს ბატონო გიორგი წამოვიდა ტენდენცია რომ თითქოს აღარ უნდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატები დომინანტი სახელმწიფოთა შორის, იმიტომ რომ იქ ჩინეთის ეკონომიკამ წამოიწია წინ, ინდოეთს გაუჩნდა თავის ინტერესები და ამბიციები, ირანს თავისი და ასე შემდეგ და 2000 წლებიდან უკვე დაიწყო ასე ვთქვათ ახალი დემოკრატიები საქართველოს სახითაც იქით უკრაინა და სხვა რევოლუციურ ქვეყნებს გულისხმობ. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები მაინც დარჩა ასე ვთქვათ ყველაზე ანგარიშ გასაწევ ძალად დღეს მსოფლიოში. რამ გამოიწვია ეს, აი როგორ ხსნით თქვენ აი ამ გადანაწილებას გეოპოლიტიკურ საერთაშორისო წესრიგის ჭრილში? ისეთ რა შეასახმე შეერთებული შტატები დიდი ხანია უკვე სახელმწიფოა. მას ყველა თქვათ მახასიათებელი აქვს ამის სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე, სამხედრო სიძლიერე, კულტურული გავლენა, საერთაშორისო წვდომა და ასე შემდეგ. და იგი ინარჩუნებს ამ სტატუსს, თუმცა სხვა ძალებიც გაჩნდნენ ხო მსოფლიოში თავისთავად. დიახ. რეალურად ეხლა მსოფლიო მართლობა რეალურად თვითონ როგორც ესეთი ამერიკულ სახელმწიფოს არ აბარია. მსოფლიო მართლობა აბარია ამ შეერთებული შტატების თქვათ ხელისუფლების უკანმდგომ ძალას. და ეს კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს მარტო შტატების მართლობა არ აბარია, მას ფაქტიურად მთელი მსოფლიოზე ბატონობა სურს. ამ მოძრაობას ქვია ახალი სამყაროს წესრიგი. ეს არის ამას ინგლისურად ქვია, ესე იგი New World Order. რუსულად ქვია Новый мировой порядок. ქართულად როგორც მოგითხარით უკვე ახალი სამყაროს წესრიგი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უბოროტესი ძალა, რაც ოდესმე კაცობრიობას ახსოვს. გახლავთ ფინანსური ელიტა. სულ რამოდენიმე ოჯახისგან შემდგარი ფაქტიურად. და რეალურად ეს ძალა დგას ყველა იმ სახელმწიფოს უკან, ვინც დღეს ძირითადად შტატებზე ვამახვილებ ამას ყურადღებას. ვაშინგტონში რეალურად ხო გადაწყვეტილებას ხელისუფლება თითქმის აღარ ღებულობს. გადაწყვეტილებას ღებულობენ ეს ხალხი, ეს უკანმდგომი ამ ხელისუფლების უკანმდგომი ძალები. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს ნაწილი, ვთქვათ, მთავრობის ნაწილი შეერთებულ შტატებში, რომელიც ჯერ კიდევ საღაზრს ინარჩუნებს და ვთქვათ, არ არის ვთქვათ ჩაბმული ვთქვათ კორუფციაში და ამ საშინელებაში. მაგრამ დიდი ნაწილი უკვე ხო ფაქტურად არის გახდა ფაქტობრივად შემსრულებელი აი ამ ყველა იმ სურვილის რაც გააჩნია თქვათ ახალი სამყაროს წესრიგის წარმომადგენლებს, ამ ფინანსური ელიტის წარმომადგენლებს. ბატონო გიორგი, ფინანსური ელიტები არიან სხვა სახელმწიფოებშიც, ხომ? თუმცა მათ ვერ მოახერხეს გამختარიყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ვერ მოახერხეს გამختარიყვნენ ზესახელმწიფოები. იქნება იმალება აი ამ რაღაც ფინანსური ელიტების უკან კიდევ რაღაც ისეთი ძალა როგორ შეგიძლიათ ახსნათ აი ეს მოვლენა? შეერთებული შტატები, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს თქვა ზომას, ქვეყნის ზომას თავისთავად და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ნიუანსი. რუსეთი უფრო დიდია. ხო, რუსეთს სხვა ისტორია აქვს და შეერთებული შტატებს სხვა ისტორია აქვს. შტატები თავიდანვე ისტორიულად როდესაც დაარსდა უკვე
თავიდან შეშანიშნავია იყო დამფუძნებელი მამები, როდესაც დააფუძნეს შეერთებული შტატები, უკვე მაშინ ეს ზალა უკვე მუშაობდა იმისთვის, რომ შეერთებული შტატები გადაექცია თავის ინსტრუმენტად. და ამას ოშორს ებრძოდნენ დამფუძნებელი მამები. თვითონ მათ სიტყვებს გეტყვით, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა იძახოდა, რომ თუ ოდესმე ამერიკელი ხალხი მისცემს უფლებას კერძო ბანკებს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გადავიდეს გახდეს კერძო ბანკი და გადავიდეს კერძო ბანკების საკუთრებაში, ის საკუთარი ხელით გამოიჭრის, თქვათ, ხელს, ასე ვთქვათ, და საკუთარ მონობას მოაწერს ხელს. და რაც რეალურად მოხდა. ყველაფერი მთავარი, თქვათ, წერტილი დაესვა შეერთებული შტატების ისტორიას სამწუხაროდ 1913 წელს, როდესაც შეერთებული შტატების მე-18 პრეზიდენტმა უდრო ვილსონმა 1913 წელს გადასცა ფედერალური სარეზერვო სისტემა კერძო ბანკებს, ამ ზუსტად იმ ფინანსურ ელიტას. და ეს იყო დასასრულის დასაწყისი რეალურად. არა მარტო შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი რიგი ქვეყნებისთვის. და ეს ყოველწლიურად იკრებდა ძალას, უფრო მეც და უფრო მეც. თუ მათ ხელში აღმოჩნდა ყველა ბერკეტი, რომელთაც შეიძლება გამოეწვიათ ნებისმიერი კრიზისი, ნებისმიერი პრობლემა, манипулირება გაეკეთებინათ აბსოლუტურად ყველაფრისთვის. მათ ხელში არის სხვადასხვა ბერკეტები, ეს იქნება ეკონომიკური, ფინანსური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სამხედრო, სადაზვერვო სპეცსამსახურები, მედია და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ფლობენ თითქმის ყველაფერს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჯერ მთელი მსოფლიო ჯერ კიდე არ დაუპრუიათ და ამაზე მიდის მუშაობა, რომ მთელი მსოფლიოს, თქვა, დამონება მოხდეს უახლოეს მომავალში. თქვენ თავად ვახსენეთ მთელი მსოფლიო. მე ძალიან ძნელად დამიჯერებოდა ალბათ საზოგადოებასაც, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებმა გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო მსოფლიოში ბატონი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ძე სახელმწიფო. ძალიან ძნელად მეჯერება, რომ მაშინ ევროპა ძალიან მშვიდად უყურებდა ამას. და არც უყურებდა, ხო? რატომ ვერ შეუშალა ხელი? თუნდაც ამერიკულმა საზოგადოებამ აი ამ თავიანთი სახელმწიფოს ასეთგვარ გარდაქმნას ხელი და ევროპამ რატომ არ მოინდომა ევროპამ ყოფილიყო უფრო ძლიერი და უფრო პრინციპული თავის მიდგომებში? იცით რა შესაქმე, ევროპაში მათ თავიანთი, თქვათ, ქსელი ჰქონდათ ევროპაშიც. ეს ორგანიზაცია, ხო, ჯერთი შეერთებული შტატების, თქვათ, ეს არ იყო შეერთებული შტატების სახე, ეს იყო ზუსტად იმ ძალის სახე, რომელიც შეერთებული შტატების უკან იდგა. ანუ რეალურად ეს ამერიკის სახელით კეთდებოდა, ხო, ამერიკული სახელმწიფო სახელით კეთდებოდა, მაგრამ ეს იყო ყველაფერი სურვილი აი იმ ძალების, რომლებიც იდგა შეერთებული შტატების უკან. და მათ ჰქონდათ ეს ცოდნა, ასევე ჰქონდათ მათ, ნუ ეს რუსები, უამრავი რუსი ჯერ ერთიდან ჰქონდათ ასევე საიდუმლო ცოდნა, საიდუმლო სწავლება, რომელიც ჯერ კიდე ეგვიპტიდან იყო წამოღებული. და ეგვიპტეში კიდე მანამდე არსებობდა, ეგვიპტეში და სხვა მხრიდან შევიდა, მაგრამ ორ თვეში ჯერ კიდე ეგვიპტიდან წამოღებული საიდუმლო ცოდნა, რომელიც მათ ანიჭებდა ძალიან დიდ პრიორიტეტს. აი, მაინც უფრო ჭკვიანები აღმოჩნდა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეგვიპტური საიდუმლო ცოდნა და არა სხვა. ცოდნა ჰქონდათ, დიახ, ეს მათ ხელში ჩავარდა ეს ცოდნა. გასაგებია, მოდით მსმენელს უპასუხოთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ. ალო. მოგესალმებით, ისაუბრეთ. ვისაუბრეთ, ყველაფერი მიზარდები ყურდა. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, დაუწიეთ თუ შეიძლება თქვენს ტელევიზორს. რა დაუწიო? ტელევიზორს დაუწიეთ და ისე გვესაუბრეთ ის. გამარჯობა. ისმის თქვენი ხმა ბატონო ეთერში. ბატონო გიორგი. დიახ. ბატონო გიორგი. ისმენ ბატონო. ბატონო გიორგი. ბატონო გიორგი. გვესმის თქვენი ხმა, ისაუბრეთ. ისაუბრეთ, ჩვენ გვესმის. ბატონო გიორგი, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ყველაფერს. ეხლა წინახელის უფლება და სააკაშვილმა რაც ჩაიგებდა, რაც გააკეთა 9 წლის მანძილზე გასაგებია ყველასათვის.
ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი მე მსმენელს, უბრალოდ აი ეს ძალიან დიდ დროს ვკარგავთ და არც თუ ისე დიდი რო გვაქვს სასაუბროთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელშიც ბატონი გიორგი გერმანიძე არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში სტუმარი. 239-885-ზე შეუძლია მსმენელს და მაყურებელს დაგვიკავშირდეს და დასვას შეკითხვა ან გამოხატოს თავის პოზიცია, ოდუმორჩილსაც გთხოვთ დაუწიოთ თქვენს რადიო მიმღებს ან ტელევიზორს, რომელიც საშუალებით ახერხებთ ჩვენთვის თვალყურის დევნებას, რომ ხარვეზის გარეშე მოახერხოთ პირდაპირ ეთერში შემოსვლა და არ გამოიწვიოს დაბნეულობა და დაძაბულობა თქვენი და ჩვენი. კიდევ ერთი მსმენელი უნდა მივიღოთ. მოგესალმებით. გამარჯობათ ქალბატონო ანი, მივესალმებით თქვენ სტუმარს ბატონი გიორგი, რამდენადაც ვიცი, რომელიც ემიგრაციაშია გერმანიაში, ხო? იცით არის როგორ უყურებს ბატონი გიორგი გუშინდელ მდგომარეობას, რაც საქართველოში მოხდა, თბილისში მოხდა ფაქტიურად და ემიგრაციაში მყოფი ქართველები როგორ უყურებენ ამას? მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათლად გამოჩნდა გუშინ თუ ვინ არის რუსეთის აგენტი, თუ ვინ არის პროვოკატორი. მე ისე ხედავ, რომ ბატონი გიგი უგულავა, რომელიც იყო ყოფილი კმარელი, ისევ დარჩა კმარელად. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ის კმარას წევრი იყო, როგორი ესე იგი პროვოკაციული გამოხტომებით წინააღმდეგებოდა პოლიციას. ზუსტად იგივე მანერები ის არ არის. აი ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, რომელი მერი ევროპის რომელ ქალაქში იქცევა აი ასე არაადეკვატურად, როგორც გუშინ მოიქცა ბატონი მერი გიგი უგულავა და ჩემთვის ის აღარ არის. შეკითხვა რომ დასვათ ქალბატონო, მე მგონი აჯობებს და ბატონი გიორგი გაგცემთ პასუხს. ბატონ გიორგის ვეკითხები, რომ ასეთ მერს თუ აიტანდა რომელიმე ევროპის ქვეყანა, თუ გამოუტანდა განაჩენს და მოხდი თუ არ დაიჭერდა მოხდიდა მაინც, იმიტომ რომ ძალიან მძიმე იყო. დიახაც აი ამას გეკითხები. დასაგებია. გიორგის ვეკითხები. დასაგებია, გმადლობთ. შევესწრები მოკლედ პასუხო. იცით რა, ისეთი ხელისუფლება, როგორიც ყავდა საქართველოს ბოლო 9 წლის განმავლობაში, არც ერთი სახელმწიფო არ ისურვებს. არც ერთი საზოგადოება, არც ერთი ქონის საზოგადოება არ ისურვებს, რომ იყოს ანტი იმ სახელმწიფოს ძალა, როგორიც იყო დღეს თქვა სააკაშვილის ხელისუფლება. ეს იყო ანტიქართული ძალა. ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძალა, რომლებსაც ჯეროდათ, რომ ქართულს კარგ საქმეს აკეთებდნენ ქვეყნისთვის. ამაშია ყველაზე დიდი უბედურება. მათ ჯეროდათ და დღესაც ჯერავთ. მე დარწმუნებული დღესაც ჯერავთ, რომ ისინი სწორ გზაზე იდგნენ და თქვათ საქართველოსთვის კარგ საქმეს აკეთებდნენ. მაგრამ ეს ხო აბსოლუტური სისულელეა, ხო ყველამ დავინახეთ, რაც არის და როგორც არის. და რეალურად ხო, რასაც ვიძახოდი, ბატონი სააკაშვილი გახლავთ აი ზუსტად იმ ახალი სამყაროს წესრიგის წარმომადგენელი, ამ უბოროტესი ძალის, რომელსაც სურს მსოფლიო დამონება და ბატონობა რეალურად. ან მიხეილ სააკაშვილის ფინანსური elitების წევრი. ეს არის წარმომადგენელი აი ამ ორგანიზაციების და აი ამ ძალის, რომელსაც ქვია ახალი სამყაროს წესრიგი. ის გახლდათ ზუსტად ამისით იყო მოვლენილი საქართველოში. და ის აპირებდა იმის გაკეთებას, რის გაკეთებასაც აპირებდა და ამის შესახებ ვისაუბრებთ ზუსტად ის გაკეთებას აპირებდა ის. საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესახებ მინდა შეგეკითხოთ აი ამ პროცესებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მოგზავნებთ, ყალიბდებოდა წლების განმავლობაში სახელმწიფოდ. საერთაშორისო ორგანიზაციები იქმნებოდნენ სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო რაღაც ერთი სახელმწიფო, ვთქვათ ესე, თავარი, ხო? ბიპოლარული სისტემის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციები ერთა ლიგის კრიზისის შემდეგ, ხო? აი სათხიდავთ ამ ორგანიზაციების როლს, რატომ ვერ აირიდეს მათ თავიდან ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ზე სახელმწიფო? ხომ შეეძლოთ? შეერთებული საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობა იქნებოდა ისევ ამ ფინანსური ელიტის მიერ. თუმცა იქ ძალიან ცნობილი ორგანიზაციები, სამხრივი კომისია, იგივე საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი და ყველაფერი ეს არის როკფელერების შექმნილი და როკფელერების ოჯახი გახლავთ ერთ-ერთი არქიტექტორი ზუსტად ახალი სამყაროს წესრიგის. მორგანებთან, უორბერგებთან ერთად და როთშილდებთან ერთად. ეს არის და ეს რა. ეს იყო მათი რესურსი, რომ მიიღწიათ იმის რამიზნებისთვისაც, რამიზანიც მათ ამოძრავებდათ მთელი ამ წლების განმავლობაში. სხვაშორის აი ვინსტონ ჩერჩილის იძახოდა. მოგახსენებთ, აი მაგასაც იძახოდა. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მსოფლიო მართლობა, ანუ ეს იგივე ახალი სამყაროს წესრიგი, რომ ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი თავიდან.
ეს იყო წარმოგიდგენთ, ეს იყო ამით ამყარებდნენ არგუმენტებს. რომ თურმე ერთი ზალა უნდა მართავდეს მსოფლიოს, ერთი მთავრობა უნდა ყავდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანას. რომ მესამე მსოფლიო არ მოხდეს. იმაზე არავინ არ ლაპარაკობს, რომ ის ყველაფერი ომები და ასე შემდეგ არის მათი ინსპირირებული და თქვა მათ ხელში იყო ყველა ბერკეტი, რომ არ გამოეწვიათ ნებისმიერი ომი და ნებისმიერი კრიზისი და ნებისმიერი უბედურება. რეალურად. და ზუსტად ამას იზახოდნენ, რომ და ზუსტად დამბუნის თქვა მამები ამ ჭხლებში, ამ ახალი სამყაროს წესრიგით იზახოდნენ, რომ კითხვა იმაში კი არ ისმისო, ჩვენ გვექნება თუ არა ახალი სამყაროს წესრიგი და უნდა გქონდესო თუ არაო ახალი სამყაროს წესრიგიო. კითხვა იმაშიაო, ამასო ძალით გავაკეთებინებთო ხალხსო, თუ ნებითო. ანუ ძალადობაზეა ლაპარაკი. როგორ მოუწიათ? როგორ მოუწიათ? ნუ მე მგონი ეს არავინ მილიონობით ადამიანია წინააღმდეგია ამის, იმიტომ რომ ეს არის დამონება, ჩვეულებრივი დამონება ხალხის. დამონების სხვადასხვა გზები არსებობს დამონება თქვა ხმლით და არსებობს ფინანსური, ზუსტად ეს არის ფინანსური დამონება, როდესაც ასეთი ადამიანი არ ფლობდეს არაფერს, ყველაფერს ფლობდნენ ისინი და შენ იყო აბსოლუტური მუშა და აქირავებული მონა, რომელიც გადაუხდი გადასახადებს მათ და შენ არაფერი არ დაგჭირება ცხოვრებაში. აბსოლუტურად. და აბსოლუტურად გეტყვიან იმას, გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან. რომ შენ არაფერი თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება არ გექნება, არაფერს შენი თავისუფალი მოქმედების საშუალება არ გექნება არაფერს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გვირგვინდება ჩიპების ჩადგმით ყველა ადამიანზე არის ესეთი გეგმა, რომ ჩაედგას ყველა ადამიანს საბოლოოდ ჩიპი, რომლითაც მოხდება გაკონტროლება ყველა ადამიანის. ამ ჩიპზე იქნება მიბმული ყველა აბსოლუტურად ყველა შენი ინფორმაცია, შენი ფული, შენი სამედიცინო ჩანაწერები, აბსოლუტურად ყველაფერი იქნება პასპორტის საშუალებასაც, მაგირობასაც შეასრულებს, თქვათ, მართვის მოწმობისას და ნებისმიერი დოკუმენტის მაგირობას შეასრულებს და თუ თქვათ, შენ რამე ნებისმიერ პრეტენზიას თქვათ გამოთქვამ, შეუძლია ის ჩიპი გამოგრითო. ის ფულიც არის მიბული შენზე, წყალსაც ვერ იყიდი და ვერ დალევი იმ ჩიპის გარეშე. ეს არის რეალური გეგმა და დოქტრინა. მორიგმსონელს უნდა იყოს ხოდა განვგრძოთ საუბარი ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს ცოტა საკამათო საკითხია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის და მე ვეცდები რომ ყველა მათგანის პოზიცია გამოვხატო და აზრი დავფიქსრო. მოგესალმებით ეთერში ხართ. ალო. გისმენთ. გამარჯობა გენაცვალე. დიახ. მე თქვენ სტუმართან მაქვს ესეთი შეკითხვა. იყო ესეთი მწერალი, ჟურნალისტი, დუგლას რიდი. ესე იგი და მან გამოსცა ძალიან საინტერესო ნაწარმოები სპორ ასიონი, ანუ დავასიონზე. ეს არის 40-იან წლებში გამოცემული და 30-იან წლებში აი იმ პერიოდს ახსოვს. თუ რამე შეიცვალა ესე იგი ბატონო გიორგი აი ამ სიონიზმის მექანიზმში, მოქმედების მექანიზმში ესე იგი დაიხვეწა თუ ზუსტად ისე მიდის როგორც ის კაცი თავის აი ამ გენიალურ ნაწარმოებებში. მადლობთ. რა თქმა უნდა ის დოქტრინა რომელიც არსებობდა და არსებობს დღესაც ხო, ცვლილებას განიცდიდა, იმიტომ რომ სამყარო თქვა იცვლებოდა და თქვა ერთ ადგილზე არ იდგა. მაგრამ პრინციპი ხო არ შეცვლილა როგორც ესეთი. ასე თქვა ინტერესი დარჩა იგივე, რაც არსებობდა, ну გეგმა შეიძლება სხვადასხვაყნარი ყოფილიყო, მაგრამ პრინციპი თქვა ასე თავარი პრინციპი და თავარი ინტერესი არ შესრულილა. რეალურად ესე მიდის. რომელ დემოკრატიაზეა შემოკარგებო საუბარი, რომელ დემოკრატიაზე საუბარი, როდესაც ერთი მსოფლიოს მოსახლეობის 1% ფლობს მთელი მსოფლიოს და ქონების შემოსავლების 40%-ს. 40%-ს, 1%. და ეს ციფრი კიდე იზრდება, ეს არ იყო ამდენი, ეს იზრდებოდა ყოველ განმავლობაში. ანუ ნებისმიერი, ანუ ყველა ბერკეტი არის მათ ხელში და მათ თუ თქვათ ენდომებოდათ რომ სოფლიოში ყოფილიყო მშვიდობა და ყოფილიყო ნორმალური ცხოვრება, მათ ამის გაკეთება შეეძლოთ. ეს იყო და ეს რეალურად. ანუ ეს არ არის მათი მიზანი, ეს მათი მიზანი არის რომ მოხდეს დამონება ყველა ქვეყნის, ყველა ადამიანის და მოექცეს ყველა ერთ მმართველობაში. და ამას ამყარებენ, იმიტომ ისიც რა მშვიდობას ვერ ვამყარებთ სოფლიოში. თავისივე გამოწვეულობებზე საუბრობენ. რომ მშვიდობას ვერ ვამყარებთ. და აუცილებელია რომ ერთი ხელისუფლება ყავდეს სოფლიოს, ერთი მმართველობა ყავდეს და ამით ჩვენ უკვე შევძლებთ მშვიდობის დამყარებას სოფლიოში. არანაირი რელიგია არ გვჭირდება, არანაირი თქვათ იდენტობა ნებისმიერი ერის ფასეულობები არ ჭირდება, კოკაკოლა და ჩიფსები უნდა იყოს ყველა ერის კულტურა. ამით ეს არის ამაში ეს. არ ჭირდება არავის არაფერი სხვა ფასეული. სანამ მორიგმსონელს უპასუხობთ ბატონო გიორგი, მე წინა
თქვენ მიერ თქმულს დაუბრუნდები, ზოგიერთი ადამიანი ამ ჩიპების თემას არ აკონს როგორც ტექნოლოგიურ პროგრესს და გაადვილებულ ცხოვრების წესს. და მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები ბუნებრივია და ამით ამოყარებენ ხოლმე იმ მოსაზრებას, რომ დიახაც ასე უნდა იყოს. თქვენი პასუხი როგორი იქნება ამ შემთხვევაში? ეს არის ასაცილო ჩემი უზრფასებო. ეს ყოველთვის არსებობს ადამიანი, რომელიც მონობასაც დაუჭერს მხარს რა, რეალურად. ერთი-ორი ადამიანი ყოველთვის იქნება ესეთი. და შეიძლება მეტიც. ყოველთვის როგორც ვახსენე, ამ ძალას აქვს ყველა ბერკეტი. პროპაგანდის მანქანა და ასე შემდეგ. ნებისმიერი რამე შეუძლია დაარწმუნონ ნებისმიერ ადამიანს რა. ნუ ნებისმიერს არა, მაგრამ ძალიან დიდ მასებს შეუძლია დაარწმუნონ რაღაცაში. ისინი ფლობენ უამრავ ტელეარხებს, მედიცინაში, რადიოს, გაზეთს, ყველაფერს უამრავი რესურსი აქვს. აბსოლუტურად ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ. და მათთვის არ იქნება დაქირავება იმ თუნდაც იმ განათლებული და პროფესორების და შემდეგ, რომლებიც გამოვლენ და ეთერში ილაპარაკებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას, რომ ეს არ იცით, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს ძალიან მოსახერხებელია ყველასთვის. და ეს იქნება ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მისაღები და ძალიან ლამაზი რაღაც. ამ დროს ეს იქნება ჩვეულებრივი მონობა, ეს იქნება დაღუპვა ჩვენი მსოფლიოსი და ნებისმიერი ქვეყნის. საქართველოს იგივე ემუქრება სამწუხაროდ, ისევე როგორც ქვეყნებს, მაგრამ ნუ საქართველოში იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამშობლოს დავიცავთ ამისგან ყველაფრისგან. კიდევ ერთ მსმენელს უნდა უპასუხოთ, მოგესალმებით. საღამომშვიდობის. მე მივესალმები გიორგის. მე ყოველთვის გისმენდი თქვენ გიორგი, როდესაც ეკავდით ნიუ-იორკიდან, არა მგონი? დიახ. ყოველთვის გისმენდით თქვენ და ერთხელ ქალბატონ ნინოს ეცებოდით ხოლმე თქვენ ხშირად, როდესაც იქ ძანდებოდით და ერთხელ დავრეკე კიდევაც და ასეთი განცხადება გავაკეთე, რომ ჩასვლა გააკეთეთ აუცილებლად, რომ თავიდან ბოლომდე მოვიცინოთ გიორგის ადრესი მეთქი და ამას წინა თქვენ მე პირველად მოგისმინეთ და იმიტომ შევეხმით გიცანით და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩამოხვედით. ასეთი ჭკვიანი და გონიერი ადამიანი ნამდვილად ჭირდება ჩვენ ქვეყანას. დიდი მადლობა. და ასეთი რამ შეკითხვა მაქვს მე თქვენთან გიორგი, აი გუშინდელი ელჩის შეფასება, თუ შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ესაუბრებოდა და მისი აი სიტყვა, რამდენად ეს დამაჯერებელი იყო ან რამდენად ჩვენთვის მისაღებია ეს ყველაფერი და აი ანალიზიდან რასაც ახლა თქვენ საუბრობთ და ამბობთ. აი ამის ფონზე შეძლებს კი ეს მთავრობა ან საერთოდ ჩვენ ქართველები საქართველოს იმის განვითარებას ეროვნული, მე ვიცი რომ თქვენ ეროვნული ადამიანი ხართ ძალიან, აი ამის განვითარებას საქართველოში. დიდი მადლობა თქვენ რომ გვისმენთ, გვიყურებთ და შეკითხვას პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა თქვენი შეფასებისთვის და დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მე პირადად არ მჯერა იმისა, რომ ეს ახალი ხელისუფლება რამეს გააკეთებს. ვთქვათ, გაუმკლავდება ამ პრობლემებს, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე საქართველოს ვერ გაუმკლავდება. მე ვეჭვმეპარება, რომ გაუკლავდება. ანუ მე ვფიქრობ, რომ ის ვერ გაუმკლავდება ახალი ხელისუფლება იმ პრობლემებს, რომლებიც წინაშეც დღეს საქართველოს დგას. სამწუხაროდ. და რაც შეეხება იმიტომ რომ მე ვერ ხედავ აი know-how-ს, ანუ ცოდნას მე ვერ ხედავ ამ ხალხში, მე ვერ ხედავ ერთიანობას და მართალი გითხრათ ნაწილობრივ რაღაც ნაწილში ამ ხელისუფლების ნაწილში ვერ ხედავ წესიერებას და პატიოსნებას. ქვეყანას დღეს სჭირდება ეროვნული ხალხი, ვისაც სამშობლო უყვარს და მას უნდა რომ ემსახუროს, სჭირდება პროფესიონალი მცოდნე ხალხი, სჭირდება პატიოსანი წესიერი ადამიანები და კიდევ ვისაც აქვს სურვილი რომ ააშენოს ჭეშმარიტი საქართველოს სახელმწიფო. აი ეს სჭირდება დღეს საქართველოს. და დღეს სამწუხაროდ მე ამას თქვათ ეხლა პასიურად ვერ ხედავ ახალ ხელისუფლებაში, თუმცა არსებობს ახალ ხელისუფლებაში წესიერი ხალხიც, არსებობს ნაწილი მცოდნე ხალხიც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს ხალხი არ არიან საკმარისი. სისტემური და თუ არ მოხდა ამავე დროს, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ახალი ხელისუფლება, თქვათ ახალი ადამიანი და ნებისმიერი თქვათ ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალი პრეზიდენტი, ხო მნიშვნელობა არ აქვს. თუ სისტემური ცვლილება არ მოხდა ქვეყანაში, სისტემური, სტრუქტურული, ხო?
არ არსებობს ქვეყნის აშენების საშუალება. არ არსებობს. ბატონ გიორგი, ეს პრობლემა, როგორც თქვენი საუბრიდან გამომდინარე, გამომოხსნა დასკვნა და ალბათ სენოს ამაყურებელსაც, არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და ამერიკა როგორც სახელმწიფო, ეს ასეც არის საზოგადოების ჯგუფების მიერ გამოხატულ მოსაზრებებში, არის მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების პრობლემა. იგივე ჩინეთის, რომელიც ეკონომიკაც პირდაპირ არის მიღმული ამერიკის შეერთებულ შტატებზე და მათ ფაქტობრივად თავიანთი ამბიციების ჩახშობა აი ამ მიზეზის გამოუწევთ, იმიტომ რომ ჩინეთს შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს, ხო, თავისი ეკონომიკით და თავისი რაოდენობით მოსახლეობის მხრივ. იგივე სხვა ქვეყნებიც, ხო? მარტო საქართველოზე ხომ არ არის დამოკიდებულები თავიდან აიცილოს ამერიკის შეერთებული შტატები როგორც საფრთხე. იგივე იმ პრობლემიდან გამომდინარე, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ჩიპების და მართვის და კონტროლის მექანიზმები. მე ვიტყოდი, თავიდან აიცილოს შეერთებული შტატები კი არა, აიცილოს თავიდან ახალი სამყაროს წესრიგი და არა შეერთებული შტატები. იმიტომ რომ ახალი სამყაროს წესრიგი არის ამ შეერთებული შტატების მტერიც. გაიგივებულია იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომდინარეობს ყველა ეს. მომდინარეობს, დიახ, იმიტომ რომ ესე შექმნეს ახალი სამყაროს წესრიგი ამოეფარა ამერიკის ფარს, ასე ვთქვათ. ბუნებრივია ქალაქებზე არ გვაქვს საქმე გეოგრაფიულ სუბიექტებზე საუბარი, ხანი ამერიკულ ხელისუფლებას ამოეფარა. რეალურად ეს ძალა ამერიკის მტერია პირველ რიგში, ამერიკელი ხალხის მტერია. და მე დანარჩენი მსოფლიოსი, ამიტომ აი ეს მინდა რომ ზუსტად გაიგოს ხალხმა, რომ ეს ძალა არის ამერიკის ხელისუფლება გადაიბირა ამ ძალამ და მათ ინტერესებს ახორციელებს ეს ამერიკული ხელისუფლება, რომლის უკანაც დგას ახალი სამყაროს წესრიგი. აი ზუსტად ეს ამ ხალხის სურვილებს ახორციელებენ მე. ანუ რეალურად ამერიკული ხელისუფლება კი არ ღებულობს გადაწყვეტილებებს. ანუ გადაწყვეტილებებს ღებულობენ ის ხალხი, ვინც ამ ხელისუფლების უკან დგას. და ეს არის და ეს რეალურად. ნუ მარტივად რო ვილაპარაკოთ. პასუხად თუ თქვენ გნებავთ ჯერ დაასრულოთ თქვენი მოსაზრება და შემდეგ შემოვიყვანოთ სვანელი. და რაღაც იქით შეკითხვა დასვა კიდე ხალბატონმა რაღაც განცხადებაზე, ხო? მე მისწევ შეერთებული შტატების ელჩზე ახსენა, დიახ, ის შეფასება დიახ, ის პიროვნულად იცით რა ის ასრულებს თავისი თქვა ხელმძღვანელობის დავალებას, რაც აქვს დავალებული. ის თვითონ ვერაფერს რადიკალურად ვერ შეცვლის. არსებობს ქვეყნის ინტერესები, მუდმივი, გეგმა შეიძლება იყოს სხვა, კიდევ ერთხელ ვიძახი, არსებობს ინტერესები ქვეყნის მუდმივი, თქვა ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების და იმ ინტერესებს მიყვება ის ქვეყანა. რაც არის მათი არსებობს ინტერესები შეერთებული შტატების და იმ ინტერესებს გაყვება ყოველთვის ეს ქვეყანა. ჩვენ უნდა გავყვეთ ჩვენ ინტერესებს. საქართველოს უნდა დაიცვას თავისი ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კიდევ ერთი მსმენელი გიკავშირდება, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ხალბატონო, მოგესალმებით. მიესალმებით თქვენს სტუმარს, ბატონო გიორგი, ორი კითხვა მაქვს თქვენთან. დიახ. პირველი, ბატონი ჯორჯ სოროსი რომ ჩამოგზავნა, ეს ჩვენ ვიცით, მე პირადად რომ და ბევრმა იცის რომ ეს არის თალმუდისტი მასონი. და რაც წარმოადგენს თალმუდი და მასონობა, აი თქვენს კარგად მოგეხსენება და რატომ ჩამოგზავნა ბიძინა ივანიშვილთან? ახლა რომ შეგეკითხოთ რა ზელაპარაკი არავინ არ იცის მაგათ გარდა, მაგრამ როგორც მასონი ახლა არ მინდა რომ ამაზე ვილაპარაკო. სააკაშვილს რომ შეხვდა და სააკაშვილს რომ მასონი ეგ ვიცი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რატომ შეხვდა ეგ არ ვიცი. და თქვენი გაზრი მაინტერესებს და მეორე. კინო გიყურებიათ ბევრმა ნახა დეჭიდების მბრძანებელი. ეს მესამე მსოფლიო ომი, აი როგორც მთავრდება ეს ორსერიანი კინო. ეს იმის მანიშნებელი ხო არ არის, რომ მესამე მსოფლიო ომში გადაიდარდოს ეს და გადაიღეს კინო და აი ეს დაიგრევა მთელი დედამიწა. აი ეს გასაგებია. ასამბლეის თემა შემოიტანა სვანელმა დარწმუნებულმა ძალიან ბევრი ადამიანი საინტერესებს, თორემ რეკლამა ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით. მასონები ზუსტად არიან აი ახალი სამყაროს წესრიგის ნაწილი, ჩემო ძვირფასე. ზუსტად ეს ცალკე მდგომი ორგანიზაცია, ცალკე მდგომი თქვათ დაჯგუფება კი არ არის. მასონები არიან ახალი სამყაროს წესრიგის ნაწილი. და არიან ამ თქვათ ამ ძალის წარმომადგენლები. რაც შეეხება ჯორჯ სოროსს, ხო სოროსი ეს ზუსტად იმ უბოროტესი ძალის წარმომადგენელია, დღეს რასაც რომელსაც ქვია ახალი სამყაროს წესრიგი და იგი აქტიური, სხვა შორის ძალიან აქტიური ფიგურაა ახალი სამყაროს წესრიგის შეტანაში ნებისმიერ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. რა ილაპარაკეს ჯორჯ სოროსმა და ბიძინა ივანიშვილმა, ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი. ვისურვებდი რომ ვიცოდე, ვისურვებდი ნამდვილად, მაგრამ მე არ მომისმენი ამ საუბრისთვის. თუმცა ძალიან საეჭვოა, როდესაც ჯორჯ სოროსი საქართველოში ჩამოდის და ესაუბრება ხელისუფალს.
თუმცა მე მიჭირს თქმა რატომ არის საჭირო ეს კაცი ისრაელშიც კი თვითონ ებრაული წარმოშობის არის ისრაელშიც კი არ უნდა ამ კაცის დანახვა კიდევ ერთხელ ვიზახი რომ ეს კაცი არის ზუსტად იმ ახალი სამყაროს წესრიგის წარმომადგენელი და მე მიჭირს თქმა იცით რა დატომ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამას ავტომატურად ეს არ ნიშნავს სიტყვაზე თქვა იმას რომ თქვა ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს წარმომადგენელი ამ ძალის არ ვიცი ამას ვერ ვიტყვი მე რამაც შემიძლია ვთქვა სააკაშვილზე შემიძლია ვთქვა რომ ეს არის პირდაპირ წარმომადგენელი ამ თქვა ამ საიდუმლო ორგანიზაციების ასე თქვა იგივე მასონების სახსენებდა თუნდაც და ახალი სამყაროს წესრიგის მაგრამ ბიძინაშვილი ივანიშვილზე მიჭირს ხომ არ მივდივართ როდესაც ვსაუბრობ ბუნებრივია მე აქ ჩემ პოზიციას არ ვაფიქსებ მე მაინტერესებს უბრალოდ თქვენგან გავიგო მითოლოგიამდე ხომ არ მივდივართ როდესაც ვსაუბრობთ რაღაც ძალებზე რომლებიც რეალურად არ წარმოადგენენ რაღაც კონკრეტულს და რაღაცის უკან ესე ბნელი ძალებით იმალმე რაღაც ფილმში ხომ არ გონია ამერიკის პრეზიდენტი რომელსაც გამოვიდა და თქვა ეს ყველაფერი ეს მითიური იყო ყველაფერი 1900 ხმობ ჩემს ფიქრებს მე მე თქვენ ამ შემთხვევაში მე თქვენზე კი არ მომართავ მე თქვენ ეს შეკითხვა გაგიჟდათ ეს შეკითხვა შეიძლება გაუჩნდეს სხვასაც ამიტომ ვიძახი ამას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედი გამოვიდა საჯაროდ ეს არის ძალიან ცნობილი სხვადასხვა გამოსვლა ძალიან ცნობილი სამწუხაროდ ეს ხშირ შემთხვევაში ჭდილშია ეს და არავინ ამას არ ახსენებს გამოვიდა პირდაპირ თქვა კაცმა ყველა კარზე ხო არ მოაკაკუნებდა შტატების თითო ოჯახზე ან ნებისმიერ მსოფლიოს ყველა ოჯახზე ხო არ მოაკაკუნებდა თქვა რომ ხალხო ჭირდება თქვენი დახმარება არსებობს ეს ძალა ეს საიდუმლო ორგანიზაციები რომლებიც გვებძვის და ეს არის დამღუპველი ორგანიზაცია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენ პრინციპებს ამერიკულ პრინციპებს ეწინააღმდეგება კენედების ოჯახი და კლანი კენედების იყო ერთადერთი ნამდვილი ჭეშმარიტი ძალა ნამდვილი ამერიკული ძალა რომელიც ამერიკულ სახელმწიფოს ააშენებდა და ზუსტად ამ სიტყვების მერე იგი მოკლეს სხვადასხვა კენედი ეცადა რომ ფედერალური სარავზერო სისტემა დაებრუნებინა ისევ წარმოვიდგინეთ ორგანიზაცია რომელიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს როდესაც გადაეცა 1913 წელს ფედერალური სარავზერო სისტემა რა არის ფედერალური სარავზერო სისტემა ეს არის ცენტრალური ბანკი როგორც საქართველოს ნაციონალური ბანკი ხო ეროვნული ბანკი წარმოვიდგინეთ ესეთი რაღაცა რომ საქართველოს ნაციონალურ ბანკს ფლობს თქვათ მე და ანა თქვენ უნდა ლარი როგორც ესე იგი ქართული ფული კი არ არის ეს არის ჩემი საკუთარი ფული მე ვფლობ ექსკლუზიური უფლება მაქვს ამ ლარის დაბეჭდის და თქვენ როგორც სახელმწიფო ქართული სახელმწიფო ხარ წარმოადგენთ თქვენ ჩემგან სესხულობთ ლარს ანუ თქვენ სხვა წყარო არ გაგაჩნიათ ანუ თქვენგან ჩემგან თუ ისესხეთ 100 ლარი თქვენ მე პროცენტი უნდა დამებრუნოთ თქვათ 110 ლარი და ის 10 ლარი ჩემგან უნდა აიღოთ ანუ თქვენ მუდმივ ვალებში ხართ ჩემთან ანუ არ არსებობს გზა რომელთაც თქვენ ოდესმე ვალიდან გამოხვალთ ჩემი ბანკის ვალიდან გამოხვალთ ორგანიზაცია რომელიც არ უნდა არსებობდეს საკუთარი სახელმწიფო საკუთარი ფულის ბეჭვდის საშუალება არ გააჩნია წარმოგიდგენთ ესეთ რაღაც ეს ეკუთვნის კერძო ბანკს და ზუსტად კენედიმ ამის გამოსწორება ცადა რომ დაიწყო $5 $10 დაბეჭდა თორცები და ზუსტად რაც მიიღო მე კარგად ცით ხო და მის ოჯახს რაც დაემართა და ეხლა ყურადღების ქვეშ არიან რომ ოდესმე თავი არ წამოწიონ იმიტომ რომ რეალურად ეს არის ძალა რომელსაც შესწევს თქვათ ეხლა უკვე ალბათ აღარ შესწევს მაგრამ ამის შეშინოდათ ყოველთვის რომ ამერიკელი ხალხი გაყოფოდა კენედების ოჯახს ყოველთვის და ყოველთვის კონტროლში იყო და ხან მოუწყეს და ასე შემდეგ. მე კითხა სწორედ რომ კენდის მკვლობის შემდეგ არც თუ ისე მცირე დროა გასული იმისთვის რომ საზოგადოება ამერიკაში ყოფილიყო ცოტა უფრო ფხიზლად და თქვა თუ მაშინ კენდის არ გაყვა მთელი საზოგადოება გამოცდილებაზე მაინც ესწავლოთ რაღაცა პატარ-პატარა გამოცდილებები დაეგროვებინათ თავიანთთვის და არ მიეცათ აი ამ ფინანსური ელიტებისთვის და მათ მდგარი კიდევ უკან მდგარი ძალებისთვის საშუალება რომ ემართათ ეს საზოგადოება და იგივე რაც კენედი აპირებდა მოეთხოვა თავიანთი ხელისუფლებისთვის რომ განეხორციელებინათ თუმცა ვერ აღმოჩნდა ეს საზოგადოება თავის სიმაღლეზე არ მისცეს მათ ამის საშუალება თუ რა მოხდა ბატონო გიორგი იმიტომ რომ მსმენელს როდესაც ვესაუბრებთ რაღაც ესეთ თემებზე აინტერესებს ბუნებრივია რატომ არ მოხდა ის რაც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო თუმცა ამაშია საქმე რომ ამ ორგანიზაციებს როგორც ვახსენეთ უამრავი ბერკეტი აქვთ ნებისმიერი ზემოქმედება შეუძლიათ ხალხზე მედიის საშუალებით ფლობენ თითქმის ყველა რესურსს აბსოლუტურად მათ აქვთ შესანიშნავი პროპაგანდის მანქანა მათ შეუძლიათ რომ დაარწმუნონ ნებისმიერ საზოგადოება რომ თქვათ მათ რეალურად ჯანსაღი ძალა მართავს ამ დროს ეს ისინი აბსოლუტურად აკონტროლებდნენ ყველაფერს
და მოსახლეობა იყო დაკავებული თავისი საქმით, თავის სამსახურებით, ისე შექმნეს, ისეთი ცხოვრება შექმნეს ამერიკაში, ხო? 60-იან წლებში დასრულდა რეალურად ამერიკის ისტორია სამწუხაროდ. ნამდვილი ამერიკა 60-იან წლებში დასრულდა და ზუსტად აი ეს აქამდე მოდიოდა ნელა-ნელა აი ამისკენ. და დიდი დღე უფრო უარესდება. და ისე შექმნეს, რომ ყველა ადამიანი ყოფილიყო გათიშული ერთმანეთისგან, რომ შეdaibatones პრინციპით ემართათ ქვეყანა. რომ ამაზე არ ეფიქრათ. აი თუ იგივე პოპკულტურის ჩამოყალიბება, ხო? სოფლიოში. ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი. უამრავი ერთ-ერთი კონდუქტი. მე მინდა განსაკუთრებულად ვისაუბროთ, გადაცემის მეორე ნაწილი ცოტა დიდი დრო დავუთმოთ ამ თავს, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო. ჩემთვის პირადად და საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც ვინაიდან და რადგანაც მედია საშუალებებიდან გამომდინარე, მათი პროდუქტიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს პოპკულტურის მომხმარებელი გავხდეთ და არ მხოლოდ მედია საშუალებები არიან იმაში დამნაშავე. მეორე ბლოკში ვისაუბროთ ამ თავს ბატონო გიორგი ჯემსონას მოусმენთ რომელიც გვიკავშირდება მოგესალმებით. ალო. დიახ პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი პატივისცემით მივესალმები თქვენ სტუმარს, რომელიც ძალიან ობიექტურია, არ არის სუბიექტური, ძალიან უყვარს სამშობლო და ყველაფერს სიმართლეს საუბრობს. სხვათა შორის ეს ძალიან იშვიათობაა. მე სტუმარს ვეთანხმები, რომ ახლანდელი ხელისუფლება, რომელიც არის პროამერიკული და ხელისუფლება, რომელიც სოროსის ძალებს ხდება, ამერიკიდან ჩამოსულ მასონებს ხდება და რომელიც საკვლავ უნდა გააბას კავშირი ამერიკის აგრესიულ ძალებთან, ეს ხელისუფლება არ არის ეროვნული და ის განახორციელებს იმ მიზნებს, რასაც ჩვენ ქართული საზოგადოება მოველით. ისიც აშკარად უნდა ვთქვათ ის ფაქტიც, რომ ქართველებზე ამბობენ, რომ ძალიან იჭიერი ხალხია, მაგრამ ვართ ძალიან კონფორმისტები და პოლიტიკაში ძალიან სუსტები ვართ. ხშირად არ ვამბობთ იმას, რაც რეალობაა და ვართ ძალიან სუბიექტურები და მხოლოდ და მხოლოდ გვინდა ერთ ადამიანს გადავაბრალოთ ყველაფერი ჩვენი უბედურება. ამით სარგებლობენ გარეშე ძალები და ყველა სახელმწიფო აბსოლუტურად ცდილობს, რომ თავის ქვეყნის ტერიტორიები გააძლიეროს და ყველა პრეზიდენტი ჩვენი პრეზიდენტის გარდა, ეხლანდელი პრეზიდენტის გარდა თუ უკვე ყოფილი პრეზიდენტისა, ყველა ცდილობს თავის ქვეყანა გააძლიეროს და თავის ხალხს ემსახუროს. პოსტსაბჭოურ სივრცეში არც ერთი ქვეყანა არ ჩავარდება ისეთ უბედურ დღეში, როგორც მდგომარეობაში არის, ამ მდგომარეობაში არის ქართული ხალხი 20 წლის განმავლობაში. გლოვის გარდა, ვაჟკაცების და ჩვენი გენოფონდის განადგურების გარდა, ამ 20 წლის განმავლობაში საქართველოს არაფერი არ უნახავს და ეს ირება ნამდვილი პატრიოტი ვაჟკაცები. ეს მოხდა აფხაზეთის ომის დროს, ეს მოხდა ეხლა, როდესაც იყო ომი კიდე სამაჩაბლოში და პატრიოტი ვაჟკაცები მიდიან ომში და ისინი ეწირებიან ჩვენი ქართველი ხალხის უგნურებას და აი ამ კონფორმიზმს და ნუვაბრალეთ ნურავის ნურაფერს. გასაგებია გმადლობთ. აბსოლუტურად ძალიან საყიაზრი მოგოწოდა ქალბატონმა, ამაზე აბსოლუტურად გეთანხმებით, ამაზე ვარ მე ზუსტად. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალა დღეს ებრძვის საქართველოს და არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს და დიდი ხანია ებრძვის ეს მსოფლიოს, ხო, თავისთავად. დიახ. არ არსებობს ზალა, თუნდაც ახალი სამყაროს ეს რიგიც კი ვერ დაამარცხებდა საქართველოს, თუ ჩვენ როგორც ქვეყანა და როგორც ხალხი, ხო? და თქვათ და ქართული ხელისუფლება რო ყოფილიყოს ქვეყანაში და ქვეყანა წაეყონა სწორი გზით, ხო? არ არსებობდა ზალა, რომელიც დაამარცხებდა ქართულ სახელმწიფოს. ამაშია საქმე, რომ ცხონებული ზვია გამსახურდიასი და კოსტავოს შემდეგ ქართული ძალა სახელმწიფოს აღარ ყოლია. არ ყავდა უსინდისო, აბსოლუტურად უსინდისო, უცოდინარი, კორუმპირებული, არაცივილიზებული ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა არანაირი სურვილი არ ჰქონდა, არ ცოდნა სახელმწიფოს შენებლობის. აბსოლუტურად. აი ამან მოგვიყვანა. ორივე ხელისუფლება შევარდნაძიდან, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული სააკაშვილის ხელისუფლების ჩათვლით. ანუ სააკაშვილის ხელისუფლებაც უცოდინართა, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად. კი, აბსოლუტურად. თუმცა მათი ცოდნით და განათლებით აპელირებდნენ ხოლმე მათი მხარდაჭერები ძირითადად ბატონი გიორგი. აქ ენების ცოდნაზე არ არის ბუნებრივი ასაუბრები, მათ მართლაც ჰქონდათ ახლა განათლება. კონკრეტულ პიროვნებებს შეიძლება განათლება ჰქონდათ, მაგრამ იმ ხალხს არანაირი ძალა არ ჰქონდა. რომ რამე შეეცვალა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ქვეყანას თვითონ კურსი ქვეყნის ძალა თუ სურვილი. ეს იყო შემოხვეული სურვილი ქვეყანაზე, იგივე დასავლეთისგან და სააკაშვილის ლიდერობით ეს საქართველოს მიდიოდა იმ გზით, რომელთაც მიყავდა სააკაშვილს. სააკაშვილი რეალურად იყო მთავარი ფიგურა.
ანუ არც პარლამენტს, არც თქვათ აღმასრულებელ ხელისუფლებას არანაირი ძალა არ ქონდა, რაც როგორც ქონდა მას რა. ეს იყო ფაქტიურად აბსოლუტური დიქტატორი ეს კაცი, რასაც ამის სურვილის მიხედვით კეთდებოდა ყველაფერი ქვეყანაში. და კიდევაც მივიღეთ შედეგი, რაც მივიღეთ, ისაც მივიღეთ. ანუ როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ბატონო გიორგი გვეუბნებოდნენ ჩვენ კურსი არის დასავლეთისკენ მიმართული, ჩვენ ავიღოთ მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, აი აქეთ მივდიოდით, რასაც თქვენ საუბრობთ ახლა. ჩვენ დასავლეთისგან ბევრი რაღაც სწავლა გვჭირდება. საქართველოს ჭირდება ურთიერთობები დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან ჭიდრო ურთიერთობები ჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობები და დანარჩენ მსოფლიოსთან. ამას არავინ არ უარყოფს, ეს აუცილებელი პირობაა. მაგრამ მე წინა გადაცემებში ვახსენე, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს სამართლიანი, რომ ეს იყოს win-win position, როგორც მე ვახსენე, როგორც ამერიკელები თქვენ, მოგების ურთიერთობა უნდა იყოს, გამიგეთ? არა საქართველოს დაქცევისთვის ჩამოყალიბებული ურთიერთობა. ანუ წინა თქვა ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფომ მოიგოს და ჩვენ წავაგოთ, ეს არ არის ურთიერთობა. რაც ნიშნავს დასავლეთისკენ სიარული. რაც ნიშნავს ეს პოლიტიკა, რომელი პოლიტიკა მათი მოგების ხარჯზე, უფრო გასაგები რომ გახდეს საზოგადოებისთვის, მაგალითებით რომ ვისაუბროთ. რომელ ურთიერთობაში წააგო საქართველოს, ბატონო გიორგი, მაშინ როდესაც თქვა პარტნიორმა ქვეყანამ რაღაც მოიგო ამ ურთიერთობიდან და ამ რაღაც ქმედებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიზახით იცით რა, ეს სააკაშვილი იყო ახალი სამყაროს წესრიგის წარმომადგენელი. იგი ახორციელებდა ყველაფერს, აკეთებდა იმას ისე, როგორ დირექტივებსაც ღებულობდა თქვა დასავლეთისგან, ამ შემთხვევაში ახალი სამყაროს წესრიგის წარმომადგენლებისგან. ამ უკან, ხელისუფლებისგან, მაგრამ ხელისუფლების უკან იდგა ის ზალა. და იგი რეალურად ქვეყნის მშენებლობას არ ახორციელებდა. კი რაღაცები გაკეთა ხო თქვა ის თვალის ასახვევად, ეს აუცილებელი იყო, დენი ყოფილიყო და გაზი ყოფილიყო ქვეყანაში, ამის გარეშე საერთოდ რაზეა ლაპარაკი ხო? ვერც ის ახალი სამყაროს წესრიგი ვერ მოიგდებდა ფეხს თავისთავად ამის გარეშე. ანუ ეს გაკეთდა ისევ იმისთვის რომ თვალის ასახვების მიზნით მერე შე თქვა განახორციელებინათ ის გახორციელებას უნდათ. რეალურად საქართველოს უფრო ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, უფრო სწორად შეიძლება გაკეთება ბევრი რაღაცის. ანუ ქართული იდენტობის მოკლით კი არა და თქვა დასავლური მოდელების პირდაპირ კოპირება, თან ძალიან მახინჯი და ძალიან უტვინო კოპირება ყველა და ქართულ მოდელზე მორგება კი არა, პირდაპირ კოპირება, ის კარგი იყო, ცუდი იყო, ქვეყნისთვის თქვა მომტანი იყო სიკეთის ან ბოროტების, ამას არავინ არ უყურებდა. მე ამას ვიზახოდი, ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლოთ დასავლეთისგან, მაგრამ რომ ავიღოთ ის ელემენტები და ის ელემენტები მოვარგოთ ჩვენ ქვეყანას, რომელიც წაადგება ქართული სახელმწიფო მშენებლობას. ამაშია საქმე, მაგრამ ქართული ძალა არ ყოფილა. არ ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს არ ყოლია ქართული ხელისუფლება, გამიგეთ, რომელიც ქართული სახელმწიფოს აშენებას დაიწყებდა, სამართლიანი სახელმწიფოს აშენებას დაიწყებდა. არ ყოლია და თავისთავად შედეგიც ისეთია, როგორიც უნდა იყოს ამ შემთხვევაში. ეს არის და ეს. ბატონო, პირველი ნაწილის დასრულებამდე დაახლოებით 2 წუთი დაგვრჩა და ბოლო მსმენელი ამ ნაწილისთვის უნდა შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით და ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოსმენა, ბატონო გიორგი. მე ერთი ესეთი მინდა პატარა ციტატა წავიკითხო საქართველოს სულიერი მისიიდან. სახარების მიხედვით სულიწმინდის მისია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ ყველა ენათა ცოდვათა მხილება. იგივე მისია ეკისრება ქართველ ერთს მომავალში ივანე ზოსიმეს თვალსაზრისით ეჭვგარეშეა იგი როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი სულიწმინდის მიერ კაცობრიობის მომავალ მხილებას ქართველ ერთს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის ცილღვთობილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმინდის მიწიერი გამოცხადება. საქართველოს სულიერი მისია ბატონი ზვიად გამსახურდია. რა თქმა უნდა, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით იმაში, რომ დღეს ფული ებრძვის სულს. გასაგებია. გმადლობთ დაგკავშირდით და ვაკეთეთ წუთი კიდევ, ხო? კი, რა თქმა უნდა. დიახ, ზუსტად ამაშია საქმე, რომ სააკაშვილის პრობლემა რაში იყო იცით? იგი მან არ იცოდა რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. გამიგეთ? როგორი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგან არ იცოდა, გამიგეთ? და რა უნდა გაეკეთებინა არ იცოდა და მან ჩათვალა რომ საჭირო რომ ახალ სამყაროს წესრიგთან ურთიერთობით იგი ქვეყანას საქართველოს სახელმწიფოს ააშენებდა. მაგას ეს ეგონა ეთყობა. დღესაც ჯერავს, იცით რა, ისეთი დგას ჯერ კიდე შემართებით, რომ მას ჯერავს დღესაც რომ საქართველოს სახელმწიფოს აშენებდა, გამიგეთ? და ქვეყანა რომ დაღუპისკენ მიყავდა, ამას აბსოლუტურად არ ფიქრობს. იდეოლოგიური მართლობის მსხვერპლი იყო ქართული საზოგადოების განმავლობაში. მაგან თუ იცის ის რეალურად რასაც ქართული რაღაცას ახალი სამყაროს წესრიგი ითვალისწინებს, ხო? და ამას აკეთებს. მაშინ უკვე შეგნებული მტერი გამოდის. და თუ თქვენ ამბობთ რომ სააკაშვილიც არის ამ ახალი მსხვერპლი თუ თანამონაწილე. ეს არის შეკითხვა. ეს არის თამაშია შეკითხვა ზუსტად, გამიგეთ? მაგრამ შედეგი ერთ და იგივე დგება, ჩემო კარგებო. სააკაშვილი უბრალოდ
უცოდინარია და უბრალოდ იდიოტია და არ იცის კორექტული ხო კაცრავად მაგრამ ეს ეკუთვნის მას უბრალოდ რა იმას ემსახურება რა ძალას ემსახურება ხო თუ ეს არის თუ რეალურად იცის შედეგი ერთია ქვეყნისთვის გამიგეთ ორივე შედეგით ორივე ვარიანტში მივდივარ დაღუპვისკენ და ვიყავდა დაღუპვისკენ ქვეყანა და სხვა შორის ეს საშიშროება არ დასრულებულა სააკაშვილის რახან თქვა ძალაუფლება დაკარგა ეს არ ნიშნავს რომ ეს ქვეყანა ამ გზით არ წავა იმავე გზით როგორც სააკაშვილს მიყავდა აი ამაშია საქმე სააკაშვილი პრობლემა კი არ არის სააკაშვილი დღეს არის ხვალ არ არის ხო ასე თუ ის სააკაშვილის შემსრულებლები შეიძლება გაჩნდნენ საქართველოში და უკვე არსებობენ სააკაშვილის შემსრულებლები საქართველოში ამაშია საქმე რომელიც საშიშროება არ დასრულებულა აი ამ თემაზე გავაგრძელებ ზუსტად 5 წუთის შემდეგ საუბარი სენას და მაყურებელს ზუსტად 5 წუთის თვემშდობით საეთერო ჭრის შემდეგ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და თქვენთან ერთად ვისაუბრებთ კვლავ თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე დროებით